და ალკოჰოლი თუ მოქმედებს ამ ყველაფერზე. ნუ ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა რაღაც ერთჯერად დალევაზე, გართობაზე არ მაქვს საუბარი. ალკოჰოლი იქნება ეს, ნარკოტიკი საწევი იქნება, ინტრავენური იქნება თუ რა იქნება. აქ უკვე სხვა მომენტები ერთება, ახლა სექსი და სექსთან დაკავშირებული ერექცია ზოგადად მარტო ანატომია და მარტო ფიზიოლოგია ხომ არა, არის ფსიქოლოგია. თავი. აქედან ხდება მართვა. აი ის მომენტი, რომ ჩვეულებრივი ენდორფინების თემა, მოთხოვნილება, ლიბიდო და მე ეს ყველაფერი ხო აქედან იმართება. რა თქმა უნდა. და თუ მიიღებ შენ, რომ იგივე ალკოჰოლი იქნება, მოსაწევი იქნება თუ სხვა იმ ცენტრის გასახიზიანებლად გარედან შეყავს ეგრეთ წოდებული აბივატელის გასაგებენაზე თუ თქვა არის ატმიჩკა. შენი ენდორფინი არის შენი ენდორფინი, რომელსაც სექსის დროს გამოყოფ და შენ სიამოვნებას განიცდი, მაგრამ თუ ატმიჩკას ხშირად იხმარ, საკეთე ხო გაფუჭდება. ხო. ანუ თუ სწორად მივხვდი, მე თუ სიტყვაზე სექსისთვის ვიყენებ სიტყვაზე მოსაწევს, დასალევს, და შენ განიცადე ის ბედნიერება და მე ამ მოსაწევით განიცადე ის ბედნიერება და უშუალოდ უყურიც რაც სექსით უნდა ეცა და ან სხვა მძიმე ნარკოტიკით ან რაღაცა ხო წარმოიდგინე რომ ის არ არის ის რაც შენთვის არის ნამდვილი გასაღები ხო? ხა გააფუჭებ არა?